მეტყველება ძირითადად ინტერაქციით ვითარდება. ეკრანთან გატარებული დიდი დრო ამცირებს ცოცხალ ინტერაქციას მშობლებთან და თანატოლებთან. ეს ამცირებს სამეტყველო სტიმულს და აფერხებს ლექსიკისა და კომუნიკაციის განვითარებას. და რა განსხვავებაა ციფრულ ინტერაქციას და ადამიანებს შორის ინტერაქციას შორის? ციფრული ინტერაქცია, ჩემი ანალიზით, ნაკლებად მდიდარია. მას აკლია არავერბალური კომუნიკაცია, ემოციები და კონტექსტი, რაც აუცილებელია სრულფასოვანი კომუნიკაციისა და ემპათიის განვითარებისთვის. ადამიანებს შორის ინტერაქცია კი ბევრად კომპლექსურია. აი თავის ტვინში რა ხდება კომუნიკაციის დროს, ცოცხალი კომუნიკაციის დროს და რა ხდება ციფრული კომუნიკაციის დროს? ბიოლოგიური მექანიზმი რო აგვიხსნა. ცოცხალი კომუნიკაციისას ტვინში აქტიურდება მრავალი უბანი, მათ შორის ემოციების, ენისა და სოციალური პროცესების მარეგულირებელი. გამოიყოფა ნეირომედიატორები, რომლებიც აძლიერებენ ემპათიას და კავშირს. ციფრული ინტერაქციისას ეს უბნები ნაკლებად აქტიურდება, რადგან ძირითადი დატვირთვა ინფორმაციის გადაცემაზეა. ანუ ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ციფრული ინტერაქცია ვერ ანაცვლებს ცოცხალ კომუნიკაციას. ჩემი ანალიზით, თამამად შეიძლება ამის თქმა. ციფრული ინსტრუმენტები ავსებენ ცოცხალ კომუნიკაციას, მაგრამ მისი სრულფასოვანი ჩანაცვლება შეუძლებელია ადამიანური კავშირისა და ემოციური სიღრმის გამო.